გამარჯობა მეგობრებო, წინა ვიდეოში ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა გითხრა, რომ უფრო დეტალურად გვესაუბრა ნენზე და მის შესაძლებლობებზე, რადგან ახლა დაიწყო ჰანტერის ყურება. ხო და რადგან მე ჩემი მაყურებლების აზრს ვითვალისწინებ, დავიწყოთ საუბარი ნენზე დეტალურად. ასე გამოიყურება ძირითადი ნენის სისტემა, სადაც მწვანე ბურთულაში წერია გამაძლიერებელი, ვარდისფერ მოიასამნისფროში წერია ტრანსფორმერი, წითელში წერია წარმომქმნელი, ყვითელში წერია შორსმსროლელი ან შორსმტყორცნელი სულ-ერთია, მოთეთროში წერია მანიპულატორი და ცისფერში წერია სპეციალისტი. მოდით გამაძლიერებლით დავიწყოთ საუბარი. გამაძლიერებელი შენს დაცვასა თუ შეტევას უფრო აძლიერებს ლოგიკურია. მაგალითად, თუ შენ დაარტყი ხეს მთელი ძალით და ჩამოლეწე 10 სანტიმეტრის მანძილზე, როდესაც ამ ძალას გააქტიურებ, უფრო მეძე ჩამოლეწა 40-ზე, 50-ზე გააჩნია, რამდენად ძლიერი ძალა გაქვს. მოკლედ, პრინციპი გასაგებია. შემდეგი არის ტრანსფორმერი, რომელიც არის მაგალითად ჰისოკა და ჰაერს გარდაქმნის თავის რაღაც საღებავ რეზინად. მოკლედ, ნებისმიერი ნივთი თუ ობიექტი, რაც არ უნდა გინდოდეს, შეგიძლია შენ სასურველ რაღაცად გადააქციო. და რაც უფრო ძლიერი ნენი გექნება, მით უფრო გლობალურად იზრდება მას და მასშტაბურად. მაგრამ შეუძლებელია სულიერი საგნების რაიმეს გადაქცევა. შემდეგი არის შორსმსროლელი ან შორსმტყორცნელი, როგორც კიდათ დაუძახეთ, რომელიც მაგალითად არის ლეორიო, რომელიც თავის აურას იყენებს იმისთვის, რომ შორს დაარტყას, ანუ შორმანძილზე იყენებს. ასე მუშაობს ეს მთლიანი შორსმსროლელის სისტემა და რაც უფრო ძლიერი ძალა გექნება და რაც უფრო ძლიერი ნენი გექნება, მით უფრო შორმანძილზე იწევ ამას. შემდეგი არის წარმომქმნელი, რომელიც ავიღოთ მაგალითად კაიტო. წარმომქმნელი ნენით და არა რაიმე ობიექტს გარდაქმნის, არამედ ნენით ქმნის რაღაცას. მაგალითად კაიტო. არსაიდან, მხოლოდ და მხოლოდ ნენით ქმნის რაღაც თოჯინას, რომელიც შემდეგ იარაღებად იქცევა. მოკლედ, არსაიდან ნენით როდესაც ქმნი რაიმეს, ეს არის უკვე წარმომქმნელი. გადავიდეთ შემდეგ ტიპზე, ეს არის მანიპულატორი, რომელიც აკონტროლებს სხვა რაღაცებს თავისი ნენით. ნენი უნდა იყოს რაიმეს დაბეჭდილი. რას გულისხმობ? მაგალითად ავიღოთ ილუმი ზოლტიკი, კილუას ძმა. რაღაც ნემსებს უკეთებს ადამიანებს და შემდეგ აკონტროლებს. იმ ნემსებში არის თავისი აურა და იმ აურით აკონტროლებს სხვებს. ეს არის მანიპულატორის ძალა. კარგი, სპეციალისტის ძალა არის ყველაზე მარტივი, უბრალოდ ყველა ტიპის ძალას იყენებს 100%-ით, ასე რომ ახლა მოდი ვისაუბროთ პროცენტებზე. თუ შენ ხარ გამაძლიერებელი, რა თქმა უნდა, გამაძლიერებლის უნარებს ფლობ 100%-ით და ასევე ფლობ სხვა ტიპის უნარებსაც, უბრალოდ არა 100%-ით. როგორ ხდება ეს? გამაძლიერებლის გვერდით იმყოფება ტრანსფორმერი და შორსმტყორცნელი. ანუ მის გვერდით მდებარე ტიპებს ფლობ 80%-ით, ანუ მისი შესაძლებლობების 80% შეგიძლია აითვისო. ხოლო ცოტა უფრო შორს მდებარე, მაგალითად მანიპულატორი და წარმომქმნელი არის 60%, რადგან ისინი ორი ხაზით არიან დაშორებულები ერთმანეთს. თითო ხაზი იგივე 20%-ია და რადგან ორი ხაზით არიან დაშორებულები ერთმანეთს, ამ შემთხვევაში 100 გამოკლება 40 და დარჩება 60%. ხოლო ნებისმიერ სტილს და ნებისმიერ ტიპს 0% აქვს სპეციალისტზე. რადგან სპეციალისტი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახიდან მოდის, როგორც კურაპიკას აქვს კურტას თვალები. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ტიპით ბრძოლა სისულელეა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი სტილის იქნები და ეგ ცუდია. ასე რომ უნდა აითვისო რამდენიმე ტიპის უნარები და უნდა ეცადო რომ კარგი კომბო შეკრა. ანუ მაგალითად, თუ ხარ წარმომქმნელი, არ უნდა ეცადო რომ აითვისო შენი მოპირდაპირე ტიპის ტექნიკები, ანუ ამ შემთხვევაში შორსმტყორცნელის ტექნიკები, რადგან ყველაზე შორს არის. უნდა ეცადო მაქსიმალურად ახლო რაც არის იმის ტექნიკები შეითვისო. ნენს აქვს კიდევ სხვა ტექნიკები ამ ტიპების გარდა. მოდი ვისაუბროთ მათზე. პირველი ასეთი განსხვავებული ტიპის შესაძლებლობა არის ტენი. ტენი არის, როდესაც შენი მთლიანი აურა შენ სხეულზე თანაბრად არის გადანაწილებული და არც ძალიან დიდი არის, არც ძალიან პატარა. ასე რომ პირველი ასეთი შესაძლებლობა არის ტენი, რომელიც ყურადღებას არ იქცევს. მეორე ასეთი შესაძლებლობა არის ზეცუ, რომელიც შენს აურას მალავს. ალბათ გაინტერესებს თუ რაში გჭირდება ეს, თუმცა ეს იმაში გჭირდება, რომ როდესაც რაიმე ძალას იყენებს სტრატეგიულად, მოწინააღმდეგემ ვერ დაინახოს ეს აურა, ასე რომ მეორე არის ეს. მესამე ასეთი შესაძლებლობა არის რენი. რენი არის
ზეცურს საპირისპირო პირიქით უფრო შორს და ძლიერად წორცნის შენს აურას. ეს უფრო ფსიქოლოგიურად და შესაშინებლად არის განკუთვნილი ეს შესაძლებლობა. მეოთხე ასეთი ტექნიკა არის ჰაცუ. ჰაცუ არის მთლიანად ჩენზე დამოკიდებული და აქვს ყველას განსხვავებული. მაგალითად, გონის შემთხვევაში ეს არის ჯაჯანკენი, თავისი ქვაქაყალდი მაგრატელი ძალა, ხოლო კილუას შემთხვევაში ეს არის თავისი ელექტრული ძალები. ასე რომ ჰაცუ აქვს ყველას განსხვავებული და არც ერთი არ არის იდენტური. ბოლო ასეთი შესაძლებლობა არის გიო. გიო არის, როდესაც თითქმის მთლიან შენს აურას თვალებში მიმართავ და თვალებით ხედავ ზეცურს და ასე შემდეგ. ანუ თვალები ბევრად უფრო კარგი გიხდება, თუმცა მინუსი ის არის, რომ შემდეგ სხეულის დასაცავად აღარ რჩება საკმარისი აურა. ნენს შენს ორგანიზმში, ანუ აურას შენს ორგანიზმში, როგორც კიდე ისე გადაანაწილებ. შეგიძლია დავუშვათ 70% გადაანაწილო ხელებში, დანარჩენი 30-ით სხეული დაიცვა, ან დასვაზე გადაერთო. მოკლედ, ეს არის ბრძოლის სტრატეგია და ასევე რაც უფრო სწრაფად შეგიძლია აურის გადაცვლა, მით უფრო მაღალ დონეზე ხარ. აი დავსგულისხმო, მაგალითად, თუ შენ შეტევაზე წახვედი და ამიტომ უფრო მეტი აურა მოათავსე ხელში, მაგრამ მან აიცილა, შენმა მტერმა აიცილა და შეტევაზე წამოვიდა, თუ ვერ მოასწარი შენ აურის იმ ადგილში მოგროვება, სადაც გირტყავს, ამ შემთხვევაში ძალიან დიდ ზიანს მიიღებ. მაგრამ ასევე ისიც არის, რომ თუ გაარტყი ეს მოქნეული ხელი თუ ფეხი თუ რაც იქნება, ამ შემთხვევაში ძალიან დიდ ზიანს მიაყენე. მოკლედ, ეს არის სტრატეგიულიც და ტაქტიკურიც ბრძოლა და ამას როგორც კიდე ისე გამოიყენებ. ეს ჭკუაზე და კრეატიულობაზეა დამოკიდებული. მოკლედ, ნენი გაძლევს იმის საშუალებას, რომ როგორც კიდე ისე გამოიყენო. ეს ვიდეო უკვე დასასრულს მივუახლოვ და მეც დაგემშვიდობებით ჩემო მაყურებლებო და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. შეხვედრამდე.